ქართული კუთხე საფრანგეთის დედაქალაქში საქართველოს პარიზის წიგნის ფესტივალში მონაწილეობს მრავალწლიანი ისტორიის მქონე პრესტიჟულ ლიტერატურულ ღონისძიებაზე ჩვენი ქვეყანა საკუთარი სტენდით და ფრანგულად ნათარგმნი 200-მდე გამოცემითაა წარმოდგენილი. 3 დღის განმავლობაში დაგეგმილია შეხვედრები და დისკუსიები, ქართველი ავტორებისა და გამომცემლების მონაწილეობით, ასევე კონცერტი. მარიკა შალიკაშვილი პარიზიდან. კითხულთა ნაკადი არ წყდება პარიზის წიგნის ფესტივალზე მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სტენდებთან. საკმაოდ დიდი აქტივობით გამოირჩევა ქართული ეროვნული სტენდიც, რომელიც დილის 10 საათზე საზეიმოდ გაიხსნა და სადაც 3 დღის განმავლობაში დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება ნახოს ძალიან ბევრი საინტერესო წიგნი და კითხულმა შეიძინოს ქართული ნაწარმოებები, რომლებიც არის ნათარგმნი ფრანგულად, ეს არის როგორც წიგნები, ასევე სხვადასხვა ალბომები, საბავშვო წიგნები და ძალიან ბევრი საინტერესო რამ ელოდება მკითხველს ქართულ ეროვნულ სტენდთან, როგორც უკვე გითხარით, წიგნის ფესტივალი გაგრძელდება 3 დღის განმავლობაში და დღევანდელი დღის მსგავსად ხვალაც და ზეგად ძალიან საინტერესო პროგრამა, საინტერესო შეხვედრები, წიგნების პრეზენტაციები, წარდგენები, ფილმების ჩვენება, კონცერტი ელოდება აქ მოსულ სტუმრებს, მკითხველებს, მსმენელებს და უფრო დეტალურად დღევანდელი დღის შესახებ ჩვენ სიუჟეტში მოგიყვებით. აღმოაჩინა ქართული საიდუმლო. ყოველი საიდუმლო ამას ენასაშინა დამარხულარს. იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერებიდან ეს სიტყვები პარიზის წიგნის ფესტივალის ქართული სტენდის სლოგანია. ეროვნული სტენდის ვიზუალური კონცეფცია ლონდონის წიგნის ბაზრობის მსგავსად. სწორედ დიდი მოღვაწის იოანე ზოსიმეს მე-10 საუკუნის უნიკალური ხელნაწერი შთაგონებით მომზადდა. ქართულ სტენდზე ფესტივალის სტუმრებს ხელნაწერის მულიაჟის ნახვის შესაძლებლობაც აქვთ. გრან-პალეს კინოდარბაზში დღეს დოკუმენტური ფილმის იოანე ზოსიმე დაბრუნება ჩვენება მოეწყო, სადაც ხელნაწერის სამშობლოში დაბრუნების ისტორიაა მოთხრობილი. შემოქმედებითმა ჯგუფმა თითქმის 4 თვე იმუშავა, მუხჩაო ხელად, ძალიან რთული იყო და ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ ხელახლა აღმოვაჩინეთ ჩვენ ეს არაჩვეულებრივ დიდებული ადამიანი მე-10 საუკუნეში მოღვაწე, ჯერ პალესტინაში, შემდეგ სინასთაზე და როგორც მოგეხსენებათ, გასული წლის ივნისის თვეში აუქციონზე შეძენილი იქნა მისი უძველესი ხელნაწერი, რომელიც საჩუქრად გადმოეცა საქართველოს ბიძინა ივანიშვილის ოჯახისგან. ეს ფილმი შესაძლებლობის პარალელში ჩვენ შევეცადეთ, რომ მაქსიმალურად დაწვრილებით და დეტალურად გადმოგვეცა ამ ადამიანის ცხოვრება და მოღვაწეობა. პარიზის წიგნის ბაზრობა უკვე 30 წელია. საფრანგეთში ყველაზე ცნობილ და მასშტაბურ ლიტერატურულ ღონისძიებად ითვლება. კვირეულში 4500 ავტორი და 1200 გამომცემელი მონაწილეობს. გასულ წელს ფესტივალს 103000 ვიზიტორი ჰყავდა. საქართველოს პარიზის წიგნის ბაზრობის მონაწილე უკვე მეორედ არის. საქართველოს ეროვნულ სტენდზე წელს ფრანგულ ენაზე ნათარგმნი და გამოცემული 200-მდე წიგნია წარმოდგენილი. ფესტივალის ქართული პროგრამის წარმოდგენია მწერალთა სახლი. ეროვნული სტენდი საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით მომზადდა. საქართველოს ძალიან სერიოზულად დიდი სტენდით, საუკეთესო ლოკაციაზე, საუკეთესო ავტორებით, საუკეთესო ქართული ლიტერატურით და იოანე ზოსიმეთი, ჩვენი ამბანით, ჩვენი დამწერლობით, ყველაფრით ვიღებთ მონაწილეობას. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ავტორები ჩვენი და მართლა უნიკალური ლიტერატურა იქნება წარმოდგენილი და ნელ-ნელა უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ ქვეყანა დაიბრენდოს და გავიდეს საერთაშორისო ასპარეზზე ისე, რომ გაყიდვებით, ჩვენი ავტორების გაცნობებით, პოპულარიზაციით რეალურ შედეგამდე მივიდეთ. ეროვნული სტენდის გახსნის პირველ დღეს ქართველი კლასიკოსის კონსტანტინე გამსახურდიას რომანის დიონისოს ღიმილის ფრანგული თარგმნის წარდგენა გაიმართა. პრეზენტაციას მწერლის შვილიშვილი კონსტანტინე გამსახურდია უძღვებოდა. ასევე დღევანდელ პროგრამაში იყო პანელური დისკუსია სახელწოდებით თანამედროვე ქართული პროზა პოსტსაბჭოთა პერიოდიდან დღევანდელობამდე. წიგნის თანამედროვე ქართული ლიტერატურა, პრეზენტაცია და შეხვედრა ქართველ მწერლებთან. ეს ნაწარმოები თავის დროზე ვერ გამოვიდა, გარკვეული ობიექტური მიზეზები არსებობდა დაბრკოლებისა და ჩვენ რაღაცნაირად ვცდილობთ, რომ ეს დანაკლისი ავანაზღაუროთ, თუნდაც 100 წლის შემდეგ. დღეს აქ ძალიან ბევრი მწერალია და მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მწერლისთვის ასეთ დღესასწაულზე წიგნის მოხდეს. მეც პატივი მერგო
ჩემი წიგნი დევნილთა უღელტეხილი გამოიცა ფრანგულ ენაზე, ხვალ იქნება აქ მისი პრეზენტაცია. ნებისმიერი კულტურისთვის და ლიტერატურისთვის გახსნილობა სამყაროს მიმართ, სხვაენოვანი კულტურების მიმართ ეს არის უმთავრესი გახსნილობა არის სუფთა ჰაერებით საჭირო რამ ქართული კულტურის შესახებ, ქართული ლიტერატურის შესახებ უნდა იცოდნენ ჩვენმა მეგობრებმა, ჩვენმა არამეგობრებმა ეს წიგნის ფესტივალი პარიზის ერთ-ერთი არაჩვეულებრივი საშუალება არის. მწერლებთან და მთარგმნელებთან ერთად პარიზის წიგნის ფესტივალის მონაწილეები არიან ქართველი გამომცემლებიც, რომლებიც სხვადასხვა საგამომცემლო სახლებს წარმოადგენენ. საქმიანი შეხვედრა უცხოელ კოლეგებთან ხვალ აქვთ ჩანიშნული. ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის პლატფორმები, როგორც გამომცემლებისთვის, ისე მწერლების, ისე მთარგმნელებისთვის, იმიტომ რომ ეს არის შესაძლებლობა ჩვენთვის, რომ წარმოვადგინოთ ჩვენი წიგნები და რა თქმა უნდა ავტორები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ასევე ცოცხალი ლიტერატურული პროცესების მხარდასაჭერად. და როგორც წესი ჩვენაირ პატარა ქვეყნებს გვაქვს კიდევ დამატებითი ვალდებულება, რომ როგორც ქვეყანამაც რაღაც ქვეყანაც პოზიციონირდეთ ესეც მნიშვნელოვან პლატფორმებზე. პარიზის წიგნის ფესტივალი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა, რომელსაც საფრანგეთი ყოველი წლის გაზაფხულზე მასპინძლობს. ფესტივალში საქართველოს მონაწილეობა ქართული კულტურის პოპულარიზაციას, საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებასა და ახალი კონტაქტების დამყარებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.